მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, თქვენთან მოვედი ესეთი საჯარო კაშლით. როგორ არის თქვენი პარტნიორი? აი ამ სიტუაციის შემდეგ, რა ურთიერთობაც გქონდათ მასთან, რა პრობლემებიც გქონდათ მასთან, ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არის ახლა თქვენი პარტნიორი? როგორ არის ახლა ეს? თქვენი პარტნიორი არის ძალიან გამოუვალ სიტუაციაში. ძალიან დიდ ნერვიულობაში, სტრესში, მოკლედ რო იტყვიან. ამ ადამიანს ძალიან აქვს გულით ამძიმებული. ეს ადამიანი ხშირად გითვალთვალებთ სოციქსელებში, მეგობრებო. შეპყრობილია თქვენით რო იტყვიან და თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. კი, უნდა თავიდან დაწყება ყველაფრის. მაგრამ იმ ლაბირინთში რაშიც არის ახლა გახვეული, იქედან ვერ გამოდის იქედან, იმიტომ რომ თვითონ წავიდა და ეს იყო მისი არჩეული გზა, რომელმაც მიიყვანა აქამდე. როგორ არის ახლა ის? ძალიან მეგობრული განწყობით არის თქვენს მიმართ. ძალიან ნდობა აქვს თქვენ გენდობათ. როგორ არის ახლა ის? ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არის ეს? ბევრჯერ სიკვდილიც უნატრია, ალბათ, ჩემო მეგობრებო, ესე ამბობს, რომ იყო პერიოდი და არის პერიოდი, როდესაც ამას ნატრიურობს. შორს იმყოფება თქვენგან, თქვენ ხართ შორს, თუმცა ეს ადამიანი შორიდანაც ფიქრობს იმაზე, რომ აი რაღაცნაირად ან დაალაგოს ეს სიტუაცია, ან განთავისუფლდეს ამ ტკივილებიდან, ძალიან ცუდად არის. ძალიან ბევრჯერ უფიქრია, რომ გონებიდან ამოეშალეთ, მაგრამ სავარაუდოდ ვერ გამოსდის. კი, როგორ არის თქვენოთ? ცდილობს, რომ ბალანსი შეინარჩუნოს, თუმცა ტყუილია. ამ ყველაფერს გაჩვენებთ, ამ ყველაფერს ეს ადამიანი არ გაჩვენებს შიგნიდან თუ როგორ ცუდად არის. გარეგნულად, რასაც ხედავთ ამ ადამიანიდან, მეგობრებო, ეს არის ტყუილი, ეს არის მორგებული ნიღაბი, რადგან არ დაგანახოთ მისი ცუდად ყოფნა. კიდევ ამ ადამიანს იმედი აქვს, რომ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ერთხელაც ცუდად დასრულებული ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება. ამბობს, რომ მე წავედი შენგან და ამ წასვლით ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენე შენც და მეც. მინდა რომ პასუხისმგებლობა ავიღო, მინდა რომ ვიყო მამაკაცური, მინდა რომ ვიყო ძლიერი, მინდა რომ დამინახო ისეთი, როგორიც შეიძლება, მინდა რომ ჩემში დაინახო სიძლიერე, მოდი ასე ვიტყოდი. ძალიან დიდ კონფლიქტშია საკუთარ თავთან, თუმცა ამ ადამიანს უნდა რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. კიდევ როგორ არის თქვენოთ? არ ელოდა ამ ყველაფერს, მეგობრებო, ძალიან შეშფოთებულია ამ ყველაფერს არ ელოდა იმას, თუ მიატოვებდით, ან მართლაც მიატოვეთ ეს ადამიანი და უკვე აღარ ხართ ისე როგორც იყავით, ან და თვითონ თვლის, რომ მიტოვებულია. ძალიან გულგრილი ხართ უკვე მისკენ, ამას ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება მართლაც გიყვარდეთ ეს ადამიანი ისევ და ისევ ეხლაც, მაგრამ თვითონ ხედავს, რომ ძალიან გულგრილი ხართ მის მიმართ. და უკვე ისეთ სითბოს და სიყვარულს უკვე აღარ აჩვენებთ, აღარ აძლევთ. კიდევ როგორ არის თქვენოთ? გაავებული. აი როგორ არის და გაავებული. ძალიან ცუდ სიტყვებსაც შეიძლება ამბობდეს. თქვენი ძალიან შეპყრობილია, თქვენზე დამოკიდებულია ეს ადამიანი და ამიტომ არის გაავებული. ძალიან უნდა რომ ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეს, ამ გულის ტკივილებიდან, ამ მარტოობიდან. ამ ადამიანს უნდა რომ გამოისყიდოს თავისი ცოდვები, თავისი დანაშაული და მოკლედ შეიძლებაც და მიმართა წმენდებს და წმენდებს იკეთებს, რო იტყვიან ამ ეტაპზე, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ კი, ძალიან ესეთი სიტუაცია აქვს თქვენს პარტნიორს. მე კი ბედნიერ დღეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.